ეს დღე იქნება სახეღვაწმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა. ასეთია საპატრიარქოს მოლოდინი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წლის შემდეგ პირველად პატრიარქ ილია მეორის გარეშე აღენიშნება. წელს 17 მაისი გამორჩეულია იმითაც, რომ ამ ეროვნული დღესასწაულის მონაწილეებს ახალი პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. ხვალ სამებაში ჩატარდება მისი პირველი საპატრიარქო წირვაც. ქვეყნის 10 ქალაქში შეკრება 10 საათზე, მსვლელობა კი ყველგან ერთდროულად 11 საათზე დაიწყება. სასულიერო პირებმა კურთხევა მიიღეს, რომ ღვთისმსახურება დილით ადრე აღასრულონ, რათა მრევლმა დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეძლოს. ილია მეორის სურდა მისი ინიციატივით დაწესებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ერის გამთლიანებისა და საერთო ლოცვის დღე ყოფილიყო. ტრადიციად ქცეული დღესასწაული გრძელდება. თესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი. დილის 10 საათიდან მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან შეიკრიბება და 11 საათისთვის სამების საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობას გამართავს. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები, მათი წინამძღვრები, საკვირაო სკოლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ტრადიციისამებრ მსვლელობას სასულიერო პირები და მგალობლები გაუძღვებიან დროშებით, საეკლესიო სიმბოლიკითა და ბაირაღებით. გზადაგზა აღევლინება ლოცვები და შესრულდება სხვადასხვა საგალობლები. დილიდანვე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება. სადღესასწაულო წირვას ახლად აღსაყდრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე სასულიერო დასთან ერთად აღავლენს და ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის ეროვნულ დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებს დალოცავს. ტაძარში ასევე შესრულდება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოწვეული არიან მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის მღვდელმთავრები და სასულიერო პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში რაღაც ნიველირება ხდება ღირებულებებისა და აი ოჯახის სიწმინდეც რაღაცნაირად თითქოს დაიჩრდილა. აი მის გასაძლიერებლად სწორედ დაინერგა და დაფუძნა ოჯახის სიწმინდის დღის დღესასწაული. 11 საათზე შეიკრიბება მღვდელმთავრებთან ერთად მორწმუნე საზოგადოება და მთელი საქართველო, ვისთვისაც ძვირფასია როგორც ქრისტიანი, ისე არაქრისტიანი, ვისთვისაც ძვირფასი არის ოჯახი და ოჯახური ღირებულებები და ლოცვითი საზეიმო მსვლელობით გავემართებით სამების საკათედრო ტაძრისკენ. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე ახლა და არჩეული და აღსაყდრებული პატრიარქი იმავე ნიშნულობით, იმავე განსაკუთრებულობით აღნიშნავს ამ დღეს, რაც არის მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღე. იგეგმება 17 მაისს სადღესასწაულო წირვა. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ პირველი საპატრიარქო წირვა ჩატარდება. კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ერისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოების ეკლესიისთვის, ყველასთვის თამაში გამთლიანებული ვართ ხელისუფლება, ეკლესია, საზოგადოება, რომ სულიერი ფასეულობების დაცვა და ოჯახის სიწმინდის დაცვა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამსაზღვრელი ჩვენი აზროვნების და ჩვენი იდენტობის. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა ეპარქიაში აღევლინება. პატრიარქის კურთხევით სადღესასწაულო წირვები ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში დილით ადრე შესრულდება, რომ მრევლმა, ვისაც სურვილი აქვს საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა შეძლოს. საქართველოს 10 ქალაქში მსვლელობა ერთდროულად 11 საათზე დაიწყება. მამის დანატოვარი არის წმინდათა წმინდა და სწორედ ამიტომ ღირს და ამიტომ აუცილებლად და სრული შემართებით უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რომელიც ჩვენმა განსვენებულმა პატრიარქმა გვიანდერძა. იგეგმება მსვლელობა მცირე პარაკლისით თელავის ღვთისმშობლის ტაძარში. შევიკრიბებით 11-დან 12-ის ნახევრამდე, იმიტომ რომ ველოდებით ბევრ ხალხს და შეკრება პროცესია და შემდეგ უკვე რო შევიკრიბებით მცირე დოქსოლოგიის და სადიდებლის შემდეგ გავემართებით თელავის მოედანზე ჯვარხატებით, მსვლელობით.
ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მხარდაჭერის და პატივისცემის ნიშნად სადღესასწაულო მსვლელობას ტრადიციულად მთავრობის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. Როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის ეროვნული იდენტობისა და პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწესებული სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელების და პატივისცემის დღე. სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ. 17 მაისი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ნაწილი, ვინც შეძლებს, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაში, ამ მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც კონსერვატიული პოლიტიკური ძალა არა მხოლოდ მხარს უჭერთ, არამედ უერთდებთ. რაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მხარს უჭერს ოჯახის სიწმინდის დღეს და ცხადია, ჩვენი წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი ადამიანისთვის უმთავრესი არის ოჯახი. და თან ვიცით ჩვენი უწმინდესის მიერ არის ეს დღე დაწესებული, ვიცით რომ ყავს ახალი პატრიარქი, მინდა თქვენი ეთერის საშუალებით მიულოცო და უსურვო ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყო ჩვენი უწმინდესი ილია მეორის და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი მსოფლიო თუ რამხელათი მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის ოჯახი და მისი სიწმინდა. 17 მაისი გახლავთ გამორჩეული და განსაკუთრებული დღე საქართველოს დღევანდელობაში, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ დადგენილი და დაწესებული დღე. ოჯახური ღირებულებები, მშობელთა პატივისცემა, ეს არის ის საფუძველთა საფუძველი, ის მორალური პლაცდარმი, რომელზედაც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ამიტომაც ცხადია, რომ როგორც ეს იყო ადრეც, წინა წლებში ქართველი ხალხი აუცილებლად ძალიან დიდი მასშტაბით შეეგებება ამ დღესასწაულს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ამ დღესასწაულში, ისევე როგორც ეს იყო ადრეც. ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო და პატივისცემს ოჯახის ცნებას, ოჯახის ინსტიტუტს და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელი სრულიად საქართველო იზეიმებს ამ დღესასწაულს, მეც ჩემი სრული ოჯახის შემადგენლობით შევუერთდები და კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს პატრიარქის ხსოვნას და ასევე გავაძლიერებთ ჩვენ ოჯახებს. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე 2014 წლის 11 მაისს დაწესდა. სწორედ ამ დღეს ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდებოდა. პატრიარქის თქმით, ეს დღე ერის გამთლიანებისა და საერთო ლოცვის დღე უნდა ყოფილიყო. ილია მეორემ სამღვდელოებას ლოცვა კურთხევა მისცა, რომ ყოველი წლის 17 მაისს დღის 12 საათზე პარაკლისი აღევლინათ და ნაკურთხი წყლით ტაძრები, ოჯახები და ქუჩები ეკურთხებინათ. უწმინდესმა მრევლსაც მიმართა კურთხევით, რომ ყოველი დილა შვილების დალოცვით დაიწყოს, რადგან როგორც თავად ბრძანებდა, მშობლის კურთხევით შვილზე განსაკუთრებული მადლი გადადის. ჩვენ მივიღებთ ასეთი გადაწყვეტილება ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცის და მშობლების მოხსენების დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები. თქვენ თვითონ იგრძნობთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, თქვენი გონება, თქვენი სხეული, როგორ გაძლიერდება საქართველო. ხვალინდელი 17 მაისი განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. 2014 წლიდან პირველად ილია მეორის მიერ დაწესებული ეს ეროვნული დღესასწაული მის გარეშე აღინიშნება. ქაშვედიდან დაწყებული მასშტაბური მსვლელობა სწორედ მისი ინიციატივით აგებულ სამების საკათედრო ტაძრამდე მივა, სადაც ქართველ ხალხს ილია მეორის მიერ გამორჩეული დიდი მეუფე, ახლად აღსაყდრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე შეეგებება და დალოცავს.